მე ვარ კეთი. მე ვარ ნინი. მე ვარ მიკა. მე ვარ გიორგი. მე ვარ სანდრო. მე ვარ ანა. ჩვენ ვართ ჰიგსის კლასი. და ხა მოკლედ მოყვებით რა არის ჰიგსი. რა პროცესი მიმდინარეობს ჩვენ სკოლაში. როგორც ჰიგსის გუნდის წევრი, მე ჰიგს ახსნდი როგორც ახალ, ინოვაციურ და არატრადიციულ სწავლების გზას, რომელიც იწვევს მოსწავლეებს, რომ შემდგომ შექმნან თავიანთი საშაბათო სივრცე, სადაც მოსწავლეებს ასწავლიან ისეთ რაღაცეებს, რომელიც დაფუძნებულია ცხოვრებისეულ პრობლემებზე. ჩვენი მიზანია რომ შევქმნათ საშაბათო სკოლა ბავშვებისთვის. გავიარეთ ისეთი საგნები, რომლებიც დაგვეხმარება, რომ შევქმნათ ჩვენი საშაბათო სკოლა. ეხლა მოვიფიქრეთ სიტყვები, რომელიც კავშირია სწავლასთან და განვითარებასთან. ოკეი. გამახსენე აბა წინაზე რა ხოდა? დინება კონვერტი. მომეწონა არც გზაზე გზა. მისილებით შეიძლება იყოს დასვენება კონკრეტულად სახელი. შეიძლება იყოს ამაზე უფრო ნაკლებად რა დეირეფანიც. კიდე ჭუჭუტანა. ან ნახე ხა ეხა მისვინე მომწონს. ჰიგსი არის ჭუჭუტანიდან რო სინათლე ჩანს რა. იხდი? კვადრატი ხო და სივრცესთან არის ასოცირებული და კვადრატი ხო წაშალე n და ეხა i დაწერე i ქართულად. სახელის მოფიქრება იყო არც ისე ადვილი, მაგრამ საუკეთესო ჩვენთვის ასე ვთქვათ ვარიანტი იყო დერეფანი, რადგან დერეფანში არის ბევრი კარი და გასასვლელი და ეს ძალიან სიმბოლური არის ჩვენი სკოლის მიმართ, რომ ანუ ახალ რაღაცეებს იგებ დერეფანში, აი მაგალითად სკოლის დერეფანში იცნობ ახალ ხალხს, იგებ ახალ ინფორმაციას, იგივე არის ეს ჩვენ სკოლისთვის. დერეფანი იქნება ჩემი აზრით ძალიან სასიამოვნო სივრცე ადამიანებისთვის, რომ გაატარონ თავისი შაბათი კვირა, იმიტომ რომ ხალხი რომელიც უბრალოდ ზის ხოლმე სახლში და ვერ იყენებს თავის დროს და უბრალოდ სკროლს, შეიძლება ჩვენთან მოვიდნენ და აი მაგალითად თუ მოვა მე-6 კლასელი ბავშვი, მე-6 კლასის კურიკულუმი არის ჩაშენებული ჩვენ ყველა პრობლემაში რა. ამიტომაც ადამიანი რომ მოდის ჩვენი მთავარი მიზანი არის რომ პრობლემის გადაჭრით მასთან, ანუ თან გავართოთ ბავშვი და თან ვასწავლოთ. ამ მომენტში ჩვენ ვქნით ასე ვთქვათ მონახას რა როგორი უნდა იყოს ჩვენი სკოლა. ვიფიქრეთ პრობლემებს, რომლებიც უნდა ვასწავლოთ ჩვენ სკოლაში. სადაც ვაინტეგრირებთ საგნებს. აი თვითონ რევოლუციის სიტყვა რო არის ოდნავ რანაირად უნდა ავსო. ჯერ თქვენ გაკვეთილს მარტო მოდეში დავუშვი. შეხა შენ რომ საფრანგეთის რევოლუცია გაიგე. შეხა ეს რო უთხრა რომ აი რევოლუცია არის აი საფრანგეთის რევოლუციას არ ვასწავლე მithქო ვასწავლე. ეს რაღაცა მიხილოთ პრობლემის გაკვეთილზე. რაღაც კონკრეტული რევოლუცია ხო უნდა აირჩიო რევოლუცია აუხსნა. მაგალითად შეხო ეგრე გაქნა სწავლი. ჩვენ ახლა ვსწავლობთ ტრადიციულ და არატრადიციულ საგნებსაც. ტრადიციულში შედის ბუნებისმეტყველება, რომლებიც არის ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ასევე მათემატიკას, ქართულს და უცხო ენებს. და არატრადიციულში ჩვენ ვსწავლობთ ფინანსებს, მარკეტინგს, სამართალს, ფილოსოფიას და ინდუსტრიულ რევოლუციას. ტრადიციული საგნები უკავშირდებოდა არატრადიციულ საგნებს, მაგალითად მათემატიკა, ფინანსებს, ქართული ენა და ლიტერატურა, მარკეტინგს და ფილოსოფიას. მე და ნინი ჩავატარეთ მე-8 კლასელებისთვის, ჩვენი სკოლის მე-8 კლასელებისთვის გაკვეთილი ადამიანის უფლებებზე და ციფრულ მოქალაქეობაზე. ჩვენი შემდეგი მესამე გააზრება ციფრულ მოქალაქეობაზე არის, რომ ციფრულ მოქალაქეობა მხოლოდ არ გულისხმობს იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც აქტიურად იყენებენ სოციალურ მედიას. ძალიან შრომატევადი იყო, მიზნების და ცოდნების განსაზღვრაც ცოტა რთული იყო, რომ კარგად დაგვეჭირა რა უნდა გაიაზრებინათ მოსწავლეებს ჩვენი გაკვეთილის შემდეგ და სანამ გაკვეთილში ჩავატარებით, მანამდე ცოტა ნერვიულობდით, არ ვიცოდით რამდენად ჩაერთვებოდნენ ეს კონკრეტული მოსწავლეები ჩვენს საგაკვეთილო პროცესში, თუმცა უკვე ჩატარების პროცესში მივხვდით, რომ ძალიან კარგად ჩაიარა ამ გაკვეთილმა. ამ დღეს აი მთელი დღე მართლა მაგაზე ვფიქრობდით, რომ აი ეს რაღაცა უნდა გაგვეკეთებინა. თან ისეთი განცდა მქონდა, რომ ცოტა არ ვიყავი მზად ამ ყველაფრისთვის. მაგრამ საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ალბათ ბავშვებმაც ძალიან ხელი შეგვიწყვეს ამ ყველაფერში. მე ჩვენი კამპანიის მთავარი საფუძველი არის, რომ შენი ციფრული უფლებები თავდება იქ, სადაც იწყება სურვისი. ძალიან კაი გამოცდილება იყო, იმიტომ რომ როიცი რომ ერთ ადამიანს ესე ჩაუტარე, მე ხალხი რომ მოვა, ისინი კი უცხოები იქნებიან, მაგრამ
ეხა რაც მინდა რომ მოგცეთ უკავშირი, ანუ შეგიძლიათ დაწეროთ ან გითხრათ პირდაპირ რომელიც გერჩევნიას და ჩვენ ძალიან დაგეხმარებათ თქვენი უკავშირი. ანუ ჯამში კი მართლა ყოველდღე ძალიან მომეწონა ეს პრობლემაც კარგი თქვა, რომ აქტიური პრობლემა არის და ხო თქვენს მაგალითად მიხართ ძალიან. იმ ადამიანებმა ამ ერთად იმშევონ რა და ძალიან მნიშვნელოვანია ეგ აი პირადი მაგალითად. შემიძლია რომ სხვას ვასწავლო მაგალითად, ჩემი ჩატარებული გაკვეთილიდან გამომდინარე მაგას მივხვდი. განათლება მე წარმომედგინა როგორც აუცილებლად მასწავლებელი და მოსწავლეს ურთიერთობა, მაგრამ ეხლა უფრო ვფიქრობ, რომ სწავლება არის, როდესაც ერთი ადამიანი მეორეს უზიარებს თავის ცნებებს, ასე ვთქვათ, და ინფორმაციას, რაც მან დააგროვა. ეს ცოდნა რაც მივიღე, ძალიან დამეხმარება, იმიტომ რომ ჩვენ ხელა ბავშვები ნამდვილად არ იღებენ ამ ცოდნას, ბევრი უფრო დიდები იღებენ და ძალიან გამიხარდა, რომ ვისწავლე. უფრო თავდაჯერებული ვარ, რომ მომავალში უფრო გამომადგება ეს პროცესი. ვიდრე აი ჩვეულებრივ ტრადიციულ საგნებზე რა ვიყავი. ეხლა თან მე ბიზნესთან მინდა რომ წავიდე და დარწმუნებული ვარ, რომ გამომადგება. ერთ რაღაც კონკრეტულ მიზანზე რო ვართ, ზუსტად ვიცით რა უნდა ვისწავლოთ მაგისთვის და რასაც ვსწავლობთ, ეგრევე ვიყენებთ და ეგ ძალიან კარგად გვიჯდება მე ტვინში და მე აი მაგალითად ჩვეულებრივი სწავლების დროს ესე შეიძლება რაღაც ბევრი ვისწავლე, მაგრამ ნახევარი არ მახსოვს, მაგრამ აქ რაც ვისწავლე, უფრო მეტი დამამახსოვრდა, იმიტომ რომ ეგრევე გამოვიყენე. და უკვე მივხვდით, რომ რაღაც ძალიან სერიოზულ პროექტში ხარ ჩართული და რაღაც სერიოზულ საკეთებ და აქ თან ნებისმიერ დროს გრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ ამას არ აკეთებ მხოლოდ შენთვის და აკეთებ სხვა ხალხისთვის. და როცა ჩვეულების სწავლების დროს შეიძლება მე რაღაც ტესტი არ ვისწავლო, იმიტომ რომ ვიცი რომ მარტო ჩემზე არის დამოკიდებულება და სხვას არ ვავნებ, მაგრამ ეხლა რომ რაღაც არ გავაკეთო, ვიცი რომ მთლიან პროცესს ცოტა უკან ჩამოწევს და ეგ ძალიან ისეთია, პასუხისმგებლო არის მოკლედ ეს უფრო. თან ჩვენ ვასწავლით და ჩვენც ვსწავლობთ.